ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარეების კალაპოტებზე დამცავი გამბიონების მშენებლობა მიმდინარეობს. სტიქიის პრევენციის მიზნით პროექტი 9 სოფელში განხორციელდა ჯამში 1367 გრძივი მეტრი დამცავი ჯებირის მოსაწყობად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.259.000 ლარია განსაზღვრული. სამუშაოების მიმდინარეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი გაეცნო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე აქტიურად მიმდინარეობს ნაპირდაცვითი სამუშაოები. აღნიშნული პროექტებისათვის საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილია მიზნობრივი ტრანსფერი 3.259.000 ლარის ოდენობით. რიგი პროექტები უკვე არის დასრულებული, დანარჩენი წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული პროექტების განხორციელება უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოებას. დადიდების პერიოდში ძალიან სრულ მდგომარეობაში ვიყავით და მიქონა სასოფლო-სამეურნეო მიწები, ფაქტიურად შუაზე გვიყოფდა 70 გექტარ ვენახს. გამოაცხადეთ მერიაში მოვიდნენ შეამოწმეს და დღევანდელი პროექტის მიმდინარეობით ეს პრობლემა მოხსნილი იქნება სრულად.